აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ჩინელ დიპლომატს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. დღეს მე გავმართე გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა ჩინეთის ელჩთან. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული შეხვედრა იყო, რამე თუ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობა 33 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მე ხვდა წილად, რომ პირველად მთავრობის მეთაურის ფორმატში შევხედროდი ჩინეთის ელჩს. ჩვენ ვისაუბროთ ჩვენი დროებითი დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე. ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სპორტის მიმართულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ და ეს ჩვენი შეხვედრა იქნება ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის სასიკეთოდ. ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს პრინციპები მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებს. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ გაძლიერდება ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები. მოსაზრებების გაზიარების შემდეგ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობასთან, არამედ სრულიად საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა გახდება უფრო და უფრო ნაყოფიერი. ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.